ირანისა და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კვირას ბაღდადში შეხვედრა გამართეს და ორ ისლამურ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობასა და ირანის ომზე ისაუბრეს. ამავდროულად მათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის იერიშების დაწყებისთანავე მოკლული უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. აბას არახჯიმ ფუად ჰუსეინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანი ერაყის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის მზადაა როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ისე კულტურული და სხვა მიმართულებებით. მანვე განაცხადა, რომ ვაშინგტონისა და თელ-ავივის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა რეგიონის ყველა ქვეყანას ასწავლა მნიშვნელოვანი გაკვეთილები და თქვა, რომ ახლა რეგიონული უსაფრთხოების გადაფასების დროა. ისეთ გვაქვს გადაწყვეტილი, როგორც წინა მთავრობებთან, ერაყის ახალ მთავრობასთანაც გავაფართოოთ თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, კულტურულ და სხვა სფეროებში. დღეს შეხვედრაზე ამას ერაყის პატივცემულ პრემიერ-მინისტრს პირადად განუცხადებ და მას პრეზიდენტისა და რა თქმა უნდა, უზენაესი ლიდერის მოლოცვებსაც გადავცემ. ჩემი ვიზიტის მესამე მიზანი ბაღდადში, კადიმიაში, ქარბალასა და ნაჯაფში ირანის წამებული ლიდერის წმინდა სხეულის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიასთან დაკავშირებული საჭირო კოორდინაციის უზრუნველყოფა. ამ სამგლოვიარო მსვლელობაში მონაწილეობისთვის მილიონობით ერაყელმა გამოთქვა მზადყოფნა. მათ ეს მოითხოვეს და საბოლოოდ ერაყის მთავრობის გონივრული გადაწყვეტილებისა და სანაკებო კოორდინაციის შედეგად გადაწყდა, რომ წმინდა ცხედრის სამგლოვიარო პროცესია ერაყის ქალაქებში წმინდა სალოცავებთან გაიმართება. ასევე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოება და უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურა. ბოლო ომმა რეგიონის ყველა ქვეყანას ასწავლა მნიშვნელოვანი გაკვეთილები. ჯერა რომ ახლა ჩამოყალიბებული მიდგომის პირობებში სპარსეთის ყურის მნიშვნელოვანი რეგიონის უსაფრთხოება რეგიონის ყველა ქვეყანამ უნდა გადააფასოს. საჭიროა შევიმუშაოთ ახალი ჩარჩო, რომელიც რეგიონის ყველა სახელმწიფოს მოიცავს და იქნება ნებისმიერი სხვა ქვეყნის ჩარევისგან თავისუფალი. თავის მხრივ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გაფორმებული შეთანხმების სისრულეში მოყვანის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მანვე ისაუბრა ინიციატივაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისთვის რეგიონის 8 სახელმწიფოს, სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ირანსა და ერაყს შორის დიალოგს ითვალისწინებს. ბაღდადი მზადაა ამას თავადვე უმასპინძლოს. ვრცლად განვიხილეთ ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე მოვლენები. ხაზი გავუსვით ამერიკულ და ირანულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობას, რათა ჰორმუზის სრუტე გაიხსნას და ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადა შეჩერდეს. ერაყიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით ნავთობის ექსპორტის თვალსაზრისით. სამხედრო ოპერაციებმა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ, სხვა მიზეზებთან ერთად ერაყული ნავთობის ექსპორტს შეუშალა ხელი, რამაც ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე სერიოზული გავლენა იქონია. რეგიონმა თავად უნდა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და ამისთვის სხვადასხვა ფორმატის შექმნა შესაძლებელია. ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც განვიხილეთ, 8 ქვეყნის შეხვედრის განახლებაა. სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ერაყის რესპუბლიკა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინიციატივა მოიწონა. მან განაცხადა, რომ ირანი ამ საკითხზე ერაყის მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზადაა და რეგიონის ქვეყნებთან დიალოგს მიესალმება.